ძალა ჩვენშია. 24 საათზე ნაკლები რჩება, ვიდრე დედაქალაქის ქუჩებში. დაგეგმილი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყება. ხვალ 9 მაისს მსოფლიო ევროპის დღეს აღნიშნავს. ხვალინდელი მანიფესტაციაც ერთი მხრივ ევროპის დღის აღნიშვნას ეძღვნება. მეორე მხრივ კი ევროპული მომავლის დასაცავად. რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი 164 დღიანი სამოქალაქო პროტესტის გაგრძელება. დავიძრებით მარშებით რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და ავლაბრის მეტროდან. შეხვედრის დრო საღამოს 5 საათია. ადგილი პარლამენტი, მარჯანიშვილის მოედანი, რესპუბლიკის მოედანი, მეტრო ავლაბარი. სტუდენტები, ექიმები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ხელოვანები, საჯარო მოხელეები, ხვალ ქუჩაში გამოდის ყველა, ვინც უარს ამბობს ჩრდილოეთისკენ სვლაზე და უალტერნატივოდ ირჩევს ევროპას. ყველა, ვინც იაზრებს, რომ ოლიგარქის რეჟიმზე ხალხის გამარჯვების გასაღები უწყვეტ სამოქალაქო პროტესტშია. უერთდებით მნიშვნელოვან ღონისძიებას ევროპის დღეს ხვალ 9 მაისს ომახით და ენერგიულად ჩავალთ ევროპის მოედნამდე. საჯარო მოხელეების პროფკავშირი, ლამპური და მუსიკოსთა პროფკავშირი ერთად მივიღებთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, აღვნიშნავთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არის ჩვენი ისტორიული არჩევანის მკაფიო გამოხატულება. თავისუფლების შეზღუდვა მიუღებელია თავისუფალი საზოგადოებისთვის, კულტურისთვის, ხელოვნებისთვის. და სწორედ ამ იდეით ვუერთდებით ევროპის მარშს. ხვალინდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, სად არის ჩვენი ადგილი. ჩვენი ისტორიული არჩევანია ევროპა, ჩვენი დღევანდელი არჩევანია ევროპა. მოქალაქეებთან ერთად ხვალინდელი დღისთვის ტრადიციულად განსაკუთრებულად ემზადება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და თავად ევროკავშირის ელჩი. იბატონო სოფო მადლობა შენს ხანგრძლივი გზის გავლა მოგიხდა ოპერატორთან ერთად, თუმცა ეს დღე არის ზეიმის დღე, ჩვენ ევროპის დღეს ვზეიმობთ მარშებით და სოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გადაეცეს სიგნალი ამ კადრებს გავრცელებს რა თქმა უნდა საერთაშორისო სააგენტოები და საერთაშორისო მედია, რომ აი ამდენი ადამიანი კვლავ ამდენი დღის თავზე გამოდის ქუჩაში, აი ამდენი ადამიანი კვლავ ამდენი დღის თავზე გამოდის ქუჩაში, აი ამდენი ადამიანი კვლავ ამდენი დღის თავზე გამოდის ქუჩაში, ხმამაღლა ითვლის 54 პოლიტპატიმრის სახელსა და გვარს, ხმამაღლა ამბობს და იმეორებს, რომ არ შეეგუება, მისი გზა არის ევროპისკენ და ის ამ გზას მაინც გაუყვება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად ცდილობს ეს არ მოხდეს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა და მისი პლაკატები ევროპის დღესთან დაკავშირებულ აქციაზე. ევროპის მოედანზე მიმდინარეობს შეკრება, რომლის ორგანიზება და ანონსი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე ადგილიდან მსვლელობა გაიმართა. და ჩვენ ახლა უკვე პირდაპირ ეთერის რეჟიმში ვიღებთ კადრებს ევროპის მოედნიდან, სადაც აქცია 7 საათზე იყო დაანონსებული.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. სტუდენტები, ექიმები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ხელოვანები, საჯარო მოხელეები, ხვალ ქუჩაში გამოდის ყველა, ვინც უარს ამბობს ჩრდილოეთისკენ სვლაზე და უალტერნატივოდ ირჩევს ევროპას. ყველა, ვინც იაზრებს, რომ ოლიგარქის რეჟიმზე ხალხის გამარჯვების გასაღები უწყვეტ სამოქალაქო პროტესტშია. ევროპული მარში შედგა 9 მაის თბილისის ქუჩები ისევ პროევროპული საზოგადოებით გადაივსოს. გუშინ თბილისის ქუჩებში პროევროპულ მარშში მონაწილეობა 100 ადამიანმა მიიღო.